ჩვენი დრო ღრმა კრიზისით არის განმსჭვალული. კაცობრიობა თითქოს ტექნოლოგიურ ზენიტს აღწევს, მაგრამ შინაგანად სულ უფრო მეტად იშლება. წარსულში ადამიანები ელოდნენ რაღაც დიდსა და საშინელ სამსჯავროს, ქრისტეს დიდებით მოსვლას. დღეს კი ეს მოლოდინი ჩაანაცვლა გულგრილობამ, ირონიამ ან უბრალოდ სულიერმა გაუცხოებამ. და მაინც მართლმადიდებლური სწავლება არ იღლება იმის გამეორებით, რომ მეორედ მოსვლა რეალურია და ის ნამდვილად იქნება. ქრისტეს მეორედ მოსვლა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენა იქნება, არამედ მეტაფიზიკური ზღვარი, დასასრული ისტორიაში მოქცეული დროისა და დასაწყისი მარადისობისა. ეს არ არის მითოლოგიური ნარატივი, არამედ სარწმუნოების არსი, რომელიც განასახიერებს ღვთის გეგმას კაცობრიობის სრულ ხსნასთან. წმინდა მამები, მაგალითად წმინდა კირილე იერუსალიმელი, გვასწავლის, რომ მეორედ მოსვლა იქნება მოულოდნელი, მაგრამ განუყოფლად დაკავშირებული ეკლესიის ცხოვრებასთან. იგი ამ დროს სამყაროს არ აღიქვამს როგორც უსასრულოდ მიმდინარე მოვლენას, არამედ ხედავს ისტორიას როგორც გზას, რომელსაც აქვს დასაწყისი, მიზანი და დასასრული. წმინდა წერილი სავსეა იმ ნიშნებით, რომლებიც მეორედ მოსვლას გვაუწყებს. ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ტექსტად ითვლება ქრისტეს სიტყვები მათე სახარებაში. დადგება დღე, როცა მზე დაბნელდება და მთვარე აღარ მისცემს ნათელს. ვარსკვლავები ციდან ჩამოცვივდებიან და მზე კაცისა დიდი დიდებით მოვა. ეს არ არის უბრალოდ პოეტური მეტაფორა. ეს სულიერი სიმართლეა, რომელიც მეტაფიზიკური ტრანსფორმაციის მომასწავებელია. მეორედ მოსვლის წინა პერიოდში სამყაროში გამეფდება ქაოსი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი თავის აპოკალიფსში გვეუბნება ბნელ დროს, როცა ანტიქრისტე იბრძვა და როცა ადამიანთა გულებში გაცივდება სიყვარული. მათე 24:12. დღეს, როცა კაცობრიობა მორალურად გახლეჩილია, როცა ბუნება ტირის და კაცის სული ჩაკეტილია ეკრანებს მიღმა, შეიძლება ეს დროც უკვე დაწყებულია. მაგრამ მორწმუნის მზერა არ უნდა გაჩერდეს მხოლოდ შიშზე, რადგან მართლმადიდებლობისთვის მეორედ მოსვლა არ არის მხოლოდ განკითხვის დრო. ეს არის სასწაული, დიდება და აღდგენა. წინასწარმეტყველებებში და წმინდა მამათა სწავლებებში საუბარია ანტიქრისტეზე, არა როგორც მითზე, არამედ როგორც რეალურ სულიერ ფენომენზე, რომელიც გაჟღენთილია სიცრუით და სატანური მაცდუნებლობით. წმინდა იპოლიტე რომაელი წერს, იგი მოვა სიმშვიდის სიტყვის საბურველით, მოყვარული ადამიანების სახელით, მაგრამ იქნება მტერი სულისა, რწმენის მკვლელი. ანტიქრისტე მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ იქნება, ეს იქნება კულტურული არქეტიპი, რომელიც ადამიანებს ასწავლის, რომ ღმერთი არ არის საჭირო. მის იდეოლოგიაში ადამიანის ადგილი იქნება ღმერთის ადგილზე. იგი იქნება ქარიზმატული, მოჩვენებითად მშვიდობიანი, მაგრამ სულიერად დაცემული იქნება. თუმცა, მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ფხიზლობდეს არა იმისთვის, რომ პანიკაში ჩავარდეს, არამედ იმისთვის, რომ სულიერად გაძლიერდეს. ანტიქრისტეს შესახებ ცოდნა გვაიძულებს დაუბრუნდეთ ქრისტეს. ქრისტეს მეორედ მოსვლას თანმხდევი რაღაც ექნება. ეს იქნება სამსჯავრო. არა როგორც იურიდიული პროცესი, არამედ სულიერი გამჟღავნება. ეს იქნება სიმართლის ბოლო სიტყვა, როგორც ნათლის მოახლოება, რომელიც ამხელს ყველა ჭრილს. წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს, არც ერთი ფიქრი, არც ერთი სიტყვა, არც ერთი ქმედება არ დაიკარგება. ყველა სულს ექნება წუთი, როცა იგი განიცდის საკუთარ შინაგან რეალობას, გაშიშვლებულს ღვთის წინაშე. სწორედ ამიტომაა საშინელი ეს სამსჯავრო. არა ამიტომ, რომ ღმერთი არის ბოროტი მსაჯული, არამედ იმიტომ, რომ ადამიანი თავად დაინახავს, ვინ არის ის სინამდვილეში. ეს არ იქნება მხოლოდ ცოდვის დასჯა, არამედ შეუბრალებელი ნათელი, რომელიც გამოამზეურებს ადამიანში ყველაფერს, სიყალბეს, ამპარტავნებას, მაგრამ ასევე სიწმინდეს, რწმენას და სიყვარულს, რაც უხილავად არსებობდა. მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული უდიდესი სასწაული არის მკვდართა აღდგომა. ეს არ არის პოეტური გამოთქმა ან მითოლოგიური რწმენა, ეს არის მართლმადიდებლური რწმენის გული. წმინდა გრიგოლ ნოსელი ასწავლის, რომ ღმერთი არ შექმნიდა სხეულს მხოლოდ დროებითობისთვის. სხეული არის მეშვეობითობა, რომლითაც სული სიჩუმეს ლაპარაკობს და ამიტომაც იგი არ დაიკარგება, არამედ გარდაიქმნება. მკვდრეთით აღდგომა იქნება არა მხოლოდ სხეულის სიცოცხლის დაბრუნება, არამედ მისი განწმენდა, განღმრთობა.
მართალნი შეიმოსებიან უბადლო სხეულით, რომელიც არ ექვემდებარება არც ტკივილს, არც სიკვდილს და არც დროს. ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება სამყაროს საბოლოო დაყოფა. არა როგორც ექსტერნალური დაპირისპირება, არამედ როგორც შინაგანი ჭეშმარიტების საბოლოო გამჟღავნება, როგორც წმინდა იოანე ოქროპირიძეს. ღმერთი არ წარიტაცებს სულ 60-ში ან ჯოჯოხეთში ძალადობრივად, არამედ ადამიანი მიდის იქ, სადაც ეკუთვნის, რაც თავად აერჩია მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. 60 არ არის მხოლოდ ადგილი, ეს არის მდგომარეობა, ეს არის ღმერთთან ყოფნა, ნათელი მშვიდობა და სრულყოფილება. 60 არის მარადიული ლიტურგია, საიდუმლოს გაგრძელება, სადაც ადამიანი მთლიანად შთაინთქმევა ღმერთში, მაგრამ არ კარგავს ინდივიდუალობას. მეორეს მხრივ გენა იგივე ჯოჯოხეთი არის ღვთის ნათლის ვერ განცდა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისი ბუნებით ვერ იტანს ამ ნათელს. ჯოჯოხეთი არ არის ღმერთის არყოფნა, ეს არის მისი ყოფნა მათთვის, ვისაც ის სძულს. წმინდა ისააკ ასური ამბობს: ჯოჯოხეთი ეს არის ღმერთის სიყვარულის განცდა მათთვის, ვინც ვერ იტანს ამ სიყვარულს. მეორედ მოსვლის შემდეგ ადამიანი დაინახავს სრულ ჭეშმარიტებას, მაგრამ ვეღარ შეძლებს მის შეცვლას. დრო გათავებულია. სწორედ ეს ქმნის ამ განყოფის ტრაგიკულობას. აღარ არსებობს არჩევანი, მხოლოდ ჭეშმარიტება. მართლმადიდებლური ეკლესია არ არის უბრალოდ რელიგიური ინსტიტუცია ან ტრადიციული კულტურული ფორმა. იგი არის ცოცხალი ქრისტეს სხეული, ღვთის მადლის მატარებელი ამ ქვეყნიურობაში. მეორედ მოსვლამდე ეკლესია არის როგორც საკვირველი ნავი ქარიშხლიან ზღვაში, დაცული, მაგრამ არა იდუმალი განსაცდელებით. წმინდა ეგნატე გვახსენებს, ბოლო ჟამს ეკლესია იქნება მცირე, შეუმჩნეველი, შევიწროებული, მაგრამ ის გაბრწყინდება თავისი სიწმინდით და ლოცვით. დღეს ეს მართლდება, როცა ეკლესია შედის კონფლიქტში კულტურასთან, კანონებთან, გლობალურ იდეოლოგიებთან. ეკლესიას სდევნიან არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც, ინერციული რწმენით, სულიერი გულგრილობით და მიწიერი აღქმით. მაგრამ სწორედ ეკლესიაში ინახება ჭეშმარიტი მოლოდინი, ლიტურგიაში ყოველჯერზე წარმოთქმული სიტყვებით, ველი მეორედ მოსვლასა მისა დიდებით. ადამიანს ბუნებით ვერ ესმის მარადიულობა, მისთვის დრო მხოლოდ გადაჭიმული წარსული და მოლოდინია, მაგრამ ქრისტეს მეორედ მოსვლით დრო დაილევა, არა როგორც საათის ამოწურვა, არამედ როგორც სივრცე, სადაც ადამიანი იბრძოდა ღმერთის ნახვისათვის, გარდაიქმნება მარადისობაში. წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, მარადისობა არ არის უსასრულო დრო, არამედ დროის მიღმა ყოფნა, ეს არის ღვთის მდგომარეობა. მარადიულობა კი არ ნიშნავს გამუდმებულ ყოფნას ცაში, ეს არის სრული ერთობა ღმერთთან. ეს არის მიზანი, რომელიც არც ილუზია და არც გადაჭარბება. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ყალიბდება თითოეულ ნაბიჯზე. როდესაც ადამიანი ირჩევს ან მრისხანებას, ან სინანულს, ან სიამაყეს, ან ღვთის შიშს. გავიხსენოთ ქრისტეს სიტყვები. როცა ლეღვის ხე იწყებს ტოტების გამოღებას, იცით რომ ზაფხული მოახლოებულია. მათე 24:32. ეს სიმბოლო მიანიშნებს იმაზე, რომ სულიერი ადამიანი ამჩნევს ეპოქალურ ნიშნებს. გაცივებული სიყვარული, სიძულვილის ფესვები, ღმერთისგან გაუცხოება. დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიური წინსვლა ვეღარ ფარავს სულიერ სიცარიელეს. ეს არ არის მხოლოდ მორალის კრიზისი. ეს არის ანთროპოლოგიური დაშლა, როდესაც ადამიანი ივიწყებს საკუთარ ბუნებას. სექსუალური ქაოსი, ოჯახური ინსტიტუტის დაშლა, ხელოვნური ინტელექტის ტოტალური კონტროლი. ყველაფერი ეს სიმპტომებია იმ გლობალური ანთების, რაც არის ღმერთის უარყოფა. და მაინც რჩება ეკლესია როგორც მცირერიცხოვანი საძმო, რომელიც იცავს სანთელს ქარიშხალში, რომელიც ლოცულობს, როდესაც სხვებს სძინავთ. მეორედ მოსვლის მოლოდინი არ ნიშნავს კალენდარზე ვადისწებნას, ეს ნიშნავს შინაგანი მზადყოფნის პრაქტიკას. მართლმადიდებლობა არ არის პასიური დალოდება, ეს არის სულიერი მობილიზაცია. წმინდა ეფრემასური გვაფრთხილებს, იფხიზლე როგორც მხედარი ღამისას, რადგან არ იცი, რომელ საათს მოვა უფალი. ფხიზლობა კი არ არის შიში, ეს არის სიყვარული, ღრმა სიყვარული ქრისტეს მიმართ, რომელიც ვერ იტანს მისგან განცალკევებას და ეს სიყვარული ნელ-ნელა გარდაქმნის ჩვენს შინაგან ადამიანს,
გვეუბნება ვაპატიოთ, გვაიძულებს ვილოცოთ მტრებისთვის, გვასწავლის მდუმარება სამყაროს ხმაურის წინააღმდეგ. ქრისტეს მეორედ მოსვლა არ არის ისტორიის დამთავრება. ეს არის ისტორიის სულიერი გამოცხადება. ის ახდენს არა მხოლოდ სამყაროს განკითხვას, არამედ მის გამოყვანას ჭეშმარიტ სინათლეზე. მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ამ თემის შესწავლა არ არის აკადემიური ვარჯიში ან შიშის წყარო. ეს არის მოწვევა იცხოვროს თითქოს დღეს არის ბოლო დღე და ამავე დროს რწმენით თითქოს ცხოვრება ახლა იწყება. მეორედ მოსვლა არის არა მარტო მომავლის ჭეშმარიტება, ის ასევე არის აწმოს სარკე.